მან დაიწყო ხმის მიცემის პოპულარიზაცია, რომ მუშებისათვის მიეცა ხმა და იმის ნაცვლად, რომ საშუალო კლასში მოეპოვებინა მხარდაჭერა, მან ერთმანეთს დაუკავშირა არისტოკრატია და მუშათა კლასი. იგი ფაქტიურად იმ პერიოდში ინგლისში ის განახორციელა, რაც ვერაფრის დიდებით ვერ მოახერხა საქართველოში, ანუ დაიწყო, მაგრამ ვეღარ დააბოლოა ილია ჭავჭავაძემ. მან მოახერხა, რომ კონსერვატული შეხედულებები არისტოკრატული კლასისა და მუშათა კლასის პატრიოტიზმი ერთმანეთთან დააკავშირა, მიიღო მთლიანად მუშათა კლასის ხმები და მოახერხა, რომ გაემარჯვა და საკმაოდ დიდხანს ემართა ინგლისი და ბრიტანეთის იმპერია. მან მოახერხა, რომ შეექმნა უზარმაზარი იმპერია, დედოფალი ვიქტორია გაეხადა ერთ-ერთი უდიდესი მმართველი მსოფლიოსი და ეს თითქოს და ისეთი მარგინალი არაინგლისელი კაცი გახდა ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური მოღვაწე დიდი ბრიტანეთისა. უნდა ითქვას დიზრაელიზე ისიც, რომ ერთადერთ შემთხვევაში ეტყობოდა ხოლმე მას არაინგლისელობა. ესეც რაღაცა ისეთი დამახასიათებელი თვისებაა. როდესაც საქმე შეეხებოდა რჩეული ერის საკითხს და მათ მიერ დიად საქმე. ამ შემთხვევაში მასში იღვიძებდა თავისი მისი ეთნოსი და იმის წიგნებში მოჩანს, როგორც კი ამ თემას შეეხება ებრაელობას და ებრაელების მისია და რჩეულების მისიას, იგი მთლიანად კარგავს თავის ბრიტანულ შეხედულებებს და იქ ბრუნდება რაღაცა იქ წარსულში. უნდა გითხრათ, რომ დიზრაელი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწე და პრემიერ-მინისტრი. მე მაგალითად პირადად და ალბათ თქვენც შვენიერი და ძალიან კარგი ქართული მკითხველები ყველანი ალბათ გასწრებული ხართ იმას, რომ დიზრაელი დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო, ინგლისის პრემიერ-მინისტრი, დიდი ადამიანი, უზარმაზარი თანამდებობის მქონე, მაგრამ არ იცნობთ მის ლიტერატურის შემოქმედებას. საქმე იმაშია, რომ ინგლისში დღესდღეობით რომ გკითხოთ ვინმეს, რომ ახსოვთ თუ არა სვიფტის, შერიდანის, მაკოლეის პოლიტიკური საქმიანობა, ვერავინ ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. არადა ესენი ძალიან დიდი პოლიტიკოსები და თავის დროზე უზარმაზარ გავლენას აკეთებდნენ ინგლისის პოლიტიკაზე. აი მათი შემოქმედება რომ მოიკითხოთ, აუცილებლად ყველას ეცოდინება წერა-კითხვის მწოდნეს რასაკვირველია. დღეს ბერკის ფილოსოფიურ ნააზრევს ასწავლიან ყველა უნივერსიტეტში და მის პოლიტიკურ ნააზრევს, მაგრამ ის რომ იგი ვთქვათ ვიგების პარტიის ლიდერი იყო პარლამენტში, ეს ნაკლებად ახსოვთ. მაგალითად ვის გახსოვთ კანცლერ ვიკონტ სენტ ალბანსის სახელი და გვარია. მიხვდებით, ვინ არის ეს? არადა პოლიტიკაში ეს ძალიან დიდი სახელი იყო თავის დროზე. სამაგიეროდ მეგეთქვით, რომ ეს არის პრენსის ბეკონი და ყველანი ამოისურვეთ შვედით, რომ პრენსის ბეკონს ყველანი ძალიან კარგად იცნობთ. ბენჯამინ დიზრაელი იყო ლორდი ბიკონსფილდი და აი ასე იხსენიებენ, არა სხვანაირად, ის არის სერ ბენჯამინ დიზრაელი ინგლისელისათვის და ახლა რომ მოისმინო რომ ეს ისე უცერემონიულ პატიცენდოთ ვახსენებ შენიშნავს მომცემ ის იყო ლორდი ბიკონსფილდი, სერ ბენჯამინ დიზრაელი და ის იყო შესანიშნავი მწერალი თავისი დროისა. ლიბერალები მას ყოველთვის ათვალთვალებით უყურებდნენ, კონსერვატორები კი ძალიან დიდი მოწიწებით ახსენებენ ამ გაქრისტიანებულ ებრაელის ღვაწლს ბრიტანეთის იმპერიის წინაშე. ბევრი არაფერი არ იციან ახლა დღევანდელმა ინგლისელმა ახალგაზრდებმა დიზრაელის პოლიტიკური კარიერის დეტალებზე და აი მის წიგნებს კი, რომელიც კვლავ გამოდის, სულ უფრო და უფრო მეტი მკითხველი ეტანება. დიზრაელის უკვდავი რომანები არ დაუწერია, მას არ ჰქონდა სპეციალური ფილოლოგიური განათლება, ასეთი არ მიუღია თავის დროზე, ანუ ჩვენთან ეს ფილოლოგიური განათლება არაფრად არ ითვლება, მაგრამ იქ თუ არ აქვს მიღებული დიდ უნივერსიტეტში კარგი ფილოლოგიური განათლება, კარგი მწერლად არაფერ შემთხვევაში არ გავიარებენ. სიუჟეტი არ გაიგებოდა არაფერი, კრიტიკოსები ამბობენ,
პოტენციალი კრიტიკოსები, რომ სიუჟეტის აგების არაფერი გაიგებოდაო, არც კვანძის შეკვრა გახსნისა იცოდა რამე. და ეს ხასიათების ხატვისას გამოირჩეოდა ძალიან დიდად, მაგრამ პოსტმოდერნისტი ყოფილი. რეალისტი იყო, კარგი შენიშვნა, მაგრამ ტიპიური რეალისტი იყო, რაიც მოახერხა და დამიტოვა პოლიტიკური სატირისა და მახვილგონიერების გამორჩეული ნიმუშები, ისიც მსგავსი ინგლისში ძნელად თუ მოიპოვება. დიზრაელისაგან არ უნდა მოვითხოვოთ ის, რაც თვითონ არ დაუსახავს მას მიზნად. იგი არის თავისადმი პირველ რიგში ირონიულად განწყობილი. მისი ნაწარმოებების კითხვისას თურმე ხაზს უსვამს, იმიტომ რომ მისი დიდი მკითხველი არ აქვს, უორიოდე რაც ამიკითხავს. არ მოიწყვენ, არ შეშფოთდები და არ შეწყვილებული დარჩები ვამბობენ. ძალიან ნათელი სტილი აქვს, ჯანსაღი და კეთილზნეობრივი. ამიტომ არის პოსტმოდერნისტი. მისი გმირები არიან იდეალური ქალები და რაინდი კაცები და მიუხედავად მუდმივი ექსტრავაგანტული და სარდონიკული ატმოსფეროსი მის წიგნებს მაინც შემორჩენიათ დღესდღეობით ხიბლი, რაც დღესაც ავნებს ინტერესს კითხულში, რომელსაც კრიტიკოსები აღნიშნავენ. იგი ცოტა თავქარიანად იქცეოდა ახალგაზრდობაში, ძალიან ბევრი ვალები დაიდო, იყო ამ ინგლისური სნობური თუ დენდური კლუბების ძალიან აქტიური წევრი. ვალების დადება იმ პერიოდში, ნუ დღეს რო ვალები დაიდო, რა უნდა გააკეთო, უნდა ეძებო გრანტები, ან და დაიწყოს ამ ტელევიზიაში მუშაობა, ან და პოლიტიკურ პარტიას მიეკეთრო, მაშინ იყო თქვათ წიგნი და წიგნი კარგად იყიდებოდა ინგლისში და მან დაიწყო წერა ეხერხებოდა, იგი წერდა პატარა ესეთ ეტიუდებს, პატარა სატირულ ჩანახატებს, ახერხებდა ტიპაჟებს, პატარა მცირე პიესებს წერდა. და ეს ახალგაზრდული თავქარიანობა და მოდით გატაცება მას პატიობენ და მოციქულობაში დაწერილი აქვს 3 შესანიშნავი რომანი, ეს არის კონიგსბი, სიბილი და ლოთარი. ეს უეჭველად ამტკიცებს ეს რომანები მის წერილ რეპუტაციას, მაგრამ აი ამ რომანებშიც ამბობენ, რომ თამაშობს დიზრაელი, ეპიგრამებიც არის აქ, მახვილგონიური თეორიებიც, მყირალა კარიკატურებით და თითქოს ისევ ბრუნდებით. ახალგაზრდობის დროინდელ პანჭია და არაფრის თქვენ ოპუსებთან. მაგრამ აქვეა გამჭრიახი დაკვირვებანი კაცრი კრიტიკა, დახვეწილი პარადოქსები და ყველაფერი ეს ინტერნეტ გამორჩეულია იმდროინდელი ლიტერატურული თხზულებებიდან და თუნდაც შედევრებიდან იმდენად ღრმად ჩადის სოციალურ პრობლემებში, რომ დიდხანს კითხულობდნენ და დღესაც კითხულობენ ამგვარი სატირის თაყვანისმცემლები. მას ადარებდნენ გარკვეულწილად დიდ ინგლისელ სატირიკოსებს და ზოგიერთ შემთხვევაში იგი მათ ჯოგნის კიდეც. კონიგსბი დაიწერა და გამოიცა 1844 წელს, ხოლო სიბილი 1845 წელს ერთმანეთის მიყოლებით დაწერა. მაშინ დაწერა, როცა ჯერ კიდევ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში იდგა და ახალი პარტიის შექმნაზე ოცნებობდა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ წერილები ვერ ახდენენ ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესებზე და ეს ერთ-ერთი პარადოქსულად საწინააღმდეგოს ამტკიცებს დიზრაელის ამ ორმა რომანმა მოახერხებინა მას, რომ შეექმნა ტორების პარტიის საფუძველზე ახალი პოლიტიკური პარტია. ეს ორი რომანი არის ფაქტიურად ახალი პოლიტიკური პარტიის პროგრამა, რომელიც რადგან მაშინ ტელევიზია არ იყო, რადგან მაშინ სერიალები არ იყო, რომანები ძალიან კარგად იყიდებოდა და ძალიან კარგად კითხულობდა მათ ხალხი და მან მოახერხა, რომ აი ამ რომანების საშუალებით თავის მხარეზე გადმოებირებინა არა მარტო მაღალი საზოგადოება